მიუხედავად იმისა, რომ ისრაელიერი ყოველთვის შავებდა, ცოდავდა, როგორ ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს, ღმერთი მაინც არ ტოვებს. არ ტოვებს, სანამ არ მოხდა ფაქტობრივად თავად ღმერთის ჯვარცმა, თუმცა ეს ერთგვარი მიტოვებულობაც არის გამოსაფხიზლებლად და თავიდან თავბაზში ბევრი იუდეველი გამოფხიზლებულა, რომ მათ მართლაც მოკლეს ის, ვისაც ელოდებოდნენ მესია და ბევრი გაქრისტიანებულა. და ასე იქნება, სანამ ეს ქვეყანა იარსებებს. ხო და ძველ აღთქმაში ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერი ძალიან ბევრ შემთხვევაში ისრაელიერი ძალიან აშავებდა, ღმერთი მაინც ეხმარება მათ და ყოველთვის არსებობენ ერთგული ადამიანები, და მსგავსი რაღაცა შეიძლება ითქვას ჩვენზე. ჩვენ განდგომილები, რა თქმა უნდა, აგერ 100 წლის წინ თითქმის მთელი ერი განუდგა ღმერთს, საკუთარი ხელით ვანგრიეთ ეკლესიები. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები არსებობს, მაინც უფალი არ გვტოვებს და ყოველთვის რაღაც ხდება ისეთი ჩვენს ერში, რომელიც ჩვენ მეტნაკლებად გვაფხიზლებს. ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს განსაცდელი, მძიმე, თორე განსაცდელები ყოველთვის არის, ზოგჯერ შეიძლება იყოს უცნაური სასწაული, როგორც მაგალითად კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალებას მოყვა, ეს იყო სასწაული, როდესაც რატომღაც ერი ერთ მუშტად შეიკრა, მათ შორის ერის ის ნაწილიც, რომელიც მაინდა-მაინც ეკლესიურობით არ გამოირჩევა და ამით უფალმა დაგვანახა, რომ ჩვენი გზა რა არის და ჩვენ სად უნდა ვიყოთ და ჩვენი ერთობის ფორმულა რაშია, ხო? ჩვენი პრობლემა ხო ეს არის, ვერ ვერთიანდებით. პოლიტიკა ჩვენ ვერ გვაერთიანებს, ვერაფერი ვერ გვაერთიანებს, ხო? სულ ერთმანეთს ვექიშპებით, ვჩხუბობთ და უღოცება აღმოჩნდა, რომ პატრიარქ ილია მეორის გარშემო გავერთიანდით. ანუ პატრიარქ ილია მეორის გარშემო ნიშნავს პოტენციურად ქრისტეს გარშემო გაერთიანება ძალგვიც და შეგვიძლია. და სწორედ რა თქმა უნდა, ისევ ეს ანტიქრისტიანული, ულტრალიბერალური, იგივე ბოლშევიკური სული სწორედ აი ამას ებრძვის.